სასამართლო პროცესზე მეორე მოწმე, ვინც მიქაუტაძის საქმეზე დაიკითხა, იყო კახა ქებურია, რომელიც ყვებოდა, რომ წლებია, რაც ახლო ურთიერთობა აქვს რომეო მიქაუტაძესთან და კომპანიებთან დაკავშირებით ბევრჯერ გაუწევია კონსულტაცია და მიუღია დახმარება მიქაუტაძისგან. ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც ქებურია ფლობდა, ერქვა მომავლის ენერგია. ამბობს, რომ ამ შემთხვევაში 10%-იან წილს ოფიციალურად ფლობდა მიქაუტაძის რძალი, თუმცა ამ 10%-ში რამე წილი იყო თუ არა მიქაუტაძის, ამაზე ამბობს, რომ დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდა. სწორედ ამ კომპანიის გაყიდვის შემდეგ 400,000 ავანსად მისცეს რომეო მიქაუტაძეს, ყვებოდა დღეს მისი მეგობარი და ამბობდა, რომ სწორედ დახმარების სანაცვლოდ იმის გამო, რომ გაყიდვაში დაეხმარა, 400,000-ის ნაწილი ქეშად მისცეს, ნაწილი მის მეუღლის ანგარიშზე დარიცხეს და ნაწილი მიქაუტაძის ანგარიშზე. ქებური არის ის პირი, რომლის დედის სახელზეც გაფორმდა ფიქტიურად გამოძიების მიხედვით მიქაუტაძემ სახლი, რომლის ფიქტიურად გაყიდვის შემდეგაც ამ თანხებით იყიდა ესპანეთში, მადრიდში ბინა. შესაბამისად დღეს ყვებოდა სასამართლო პროცესზე, როგორ სთხოვა მიქაუტაძემ ამ შემთხვევაში დახმარება და ჩვენებაში, რომელიც გამოძიებას მისცა, პროკურორის მტკიცებით კახა ქებურია ამტკიცებდა, რომ მიქაუტაძემ სწორედ თანხების წარმომავლობის დამალვის მიზნით სთხოვა ფიქტიურად დედამისის სახელზე ბინის გადაფორმება. რომეო მიქაუტაძემაც იცოდა, რომ ყიდიდით კომპანიას და დაგვაკავშირა შპს ფერს. დავდეთ მათთან კონტრაქტი $4 მილიონ. კომპანიონები შეთანხმებულები ვიყავით, რომ ვინც კომპანიას გაგვაყიდინებდა 10%-ს გადავცემდით და გაყიდვის მერე მივეცით რომეოს $400,000. ნაწილი ჩარიცხვებით გვაქვს, ნაწილი ხელზე, ნაწილი მეუღლეზე. ზუსტად არ მახსოვს. 400,000-ზე იყო საუბარი, რომელიც კომპანიის გაყიდვის შემდეგ მისცეს მიქაუტაძეს. ეს თუ აქვს დეკლარირებული ეს შემოსავალი? ეს დეკლარირებული რამდენადაც ჩემთვის არ არის ცნობილი, თუ წლევანდელ დეკლარაციაში უწევდა ამის საუბარს, თუმცა ეს არის საჩუქარი მოწმემ განმარტა, რომ უბრალოდ აჩუქეს მას და აჩუქებდნენ ნებისმიერს, ვინც დაეხმარებოდა ამ კომპანიის გაყიდვაში. სამინისტროს თანამშრომელმა ცალსახად აღნიშნა, ყველა გავლენა, რაზეც ის საუბრობდა გამოძიებისას, ეს არის მისი თანამდებობრივი გავლენები, რომელიც მისი თანამდებობიდან გამომდინარე იყო და არ უგულისხმია არც გამოძიებაში და არც სასამართლოში რაიმე კანონსაწინააღმდეგო და უარყოფითი ამ გავლენების ქვეშ. დაიკითხა რომეო მიქაუტაძეს მეგობარი, ნაცნობი, რომელმაც დაადასტურა, რომ მას კავშირი ჰქონდა ბიზნეს საქმიანობის კუთხით რომეო მიქაუტაძესთან, რომ რომეო მიქაუტაძეს ოჯახის წევრებს და რომეო მიქაუტაძეს ჰქონდა წილები კონკრეტულ კომპანიაში და ასევე რომ კონკრეტული კომპანიის გაყიდვაში დახმარების სანაცვლოდ მან და მისმა პარტნიორებმა რომეო მიქაუტაძეს გადაუხადეს $400,000 ამერიკული. სასამართლო პროცესზე მოწმეებმა დაადასტურეს ის ჩვენებები, რაც მისცეს გამოძიების დროს. სხვა მომენტია კონკრეტულად ლექსივით გამოძიებაში რა სიტყვის მოწმე, ამას ვერ განმარტავს პროცესზე. გამეთიშა ყური გამეთიშა და მითხარით რამენაირად. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრებით 24 წელი მაქვს ჩემი საქმიანობის. ნავია ისიც, რომ მოწმეებს აღმოჩნდა, რომ მტკიცებით ფორმაში მიქაუტაძის წინააღმდეგ ჩვენებები აქვს მიცემული გამოძიებისთვის, სუსისთვის, თუმცა დღევანდელ სხდომებზე, კონკრეტულ სქემებზე ვეღარ საუბრობდნენ ასევე მტკიცებით ფორმაში და ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი მოსმენილი გაგებული ჰქონდათ. შესაბამისად, პროკურორს მოუწია რამდენჯერმე ამონარიდის წაკითხვა მათი ჩვენებებიდან, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ დაუსვეს კითხვები იმ კონკრეტულ ჩვენებებზე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჰქონდათ მიცემული, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას, თუმცა მოწმეები ამბობენ, რომ მტკიცებით ფორმაში საუბარი უჭირდათ.